Მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს პოლიტიკური პოსტი ახალ კვირას იწყებს მე ამ გადაცემის წამყვანი ნუგზარ ხავთასი ვარ. არსებობს თემები, რომლებზეც ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებულად რეაგირებს. მაგალითად, ასეთია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და შესაბამისად ის ზღვარი, რომელიც მკაფიოდ უნდა განასხვავებდეს ინდივიდუალურ დანაშაულს სისტემური დანაშაულისგან. თუმცა ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამ განსხვავებას შეგნებულად ამახინჯებენ, ამას კი ერთადერთი დატვირთვა აქვს. გადაფარონ საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკური წარსული. დღეს სწორედ ისინი ცდილობენ ცალკეული ქმედება მთლიან ინსტიტუტს მიეწეროს, არადა არავის დავიწყებია, რომ სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფების მმართველობას უკავშირდება ძალადობაც და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის გამოყენება. სად გადის ზღვარი სისტემურ დანაშაულსა და სამართლებრივ სახელმწიფო შორის და რატომ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია ამ ზღვარის ხელოვნურად წაშლას? ამ და სხვა შეკითხვებს დღეს გურამ მაჭარიშვილს დავუსვამ, ის პარლამენტის წევრი და ხალხის ძალის წევრი გახლავთ, ასე რომ დავიწყებთ საუბარს ძალიან მალე დაგველოდეთ. ნაცკლასტერი და რადიკალური ოპოზიცია კვლავ იმის ახსნა განმარტებას საჭიროებენ, რა არის სისტემური დანაშაული და რომელი ხელისუფლება იყო ქვეყანაში ამ სიბინძურის გამავრცელებელი. როგორც არ უნდა მოინდომონ პოლიტიკურმა კრიმინალებმა, პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც კანონის მხრიდან გამჟღავნებისთანავე დაისაჯა, ვერასდროს იქნება სისტემური დანაშაული და ვერასდროს გახდება ზოგადად ქართული პოლიციის იმიჯის შემლახველი ქმედება. ჩადენილი დანაშაული, რომელიც დაუსჯელი არჩება, ნიშნავს სამართლიან სახელმწიფოს. გაკვეთილი რადიკალებისთვის ნომერი 2. დღეს პოლიტიკურ პოსტში. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენი საზოგადოება, ჩვენს ტელემაყურებელს, ეს პოლიტიკური პოსტია, სტუმრად გვყავს დღეს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, ის ხალხის ძალას წარმოადგენს. მადლობა, რომ დღეს დრო გამონახეთ და გვესტუმრეთ, ბატონო გურამ. მოგესალმებით, დიდი მადლობა, მივესალმებით საზოგადოებას. რამდენიმე თემა მინდა დღეს, რამდენიმე თემაზე ვისაუბროთ, ასეთ კითხვას დავსვამ პირველ რიგში. Რამდენიმე უნდა ატყუონ საზოგადოება ამ პოლიტიკურმა კრიმინალებმა მასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში ისეთივე სისტემური დანაშაული ყვავის, როგორც ეს მათი მმართველობის პერიოდში ხდებოდა უკვე. მე რამდენად გვიწევს მათთან იმის ახსნა, რომ დანაშაულს მოყვება, როცა დანაშაულს მოყვება პასუხისმგებლობა, ეს არ არის სისტემური დანაშაული. ჩვენ ხშირად შევახსენებთ ხოლმე საზოგადოებას თავად იმ ფაქტს, რომ როდესაც შენ არგუმენტები აღარ გაქვს მოწინააღმდეგის თვის, რომ ჩათვალო დებატები მოიგე, ან დაუშვათ აღარ გაქვს საწინააღმდეგო არგუმენტები, მაგალითად ხელისუფლების წინააღმდეგ, ან კონკრეტული უწყების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში მე გადადიხარ დაბრალებაზე, ანუ აყალბებ ფრაზებს, აყალბებ ინფორმაციას ზოგადად, ან ვადებს ამა თუ იმ მაგალითად დანაშაულთან დაკავშირებით და შემდგომ ამ გაყალბებულ ინფორმაციაზე აგებ იმ ნარატივს, რაც შენ გინდა და ამით ცდილობ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერო. აქ ორი ფაქტი უნდა გამოვყოთ. ერთი, რომ თვითონაც კარგად იციან, რომ ეს არის ტყუილი და ამას საზოგადოება მალე გაიგებს, რომ ტყუილია, მაგრამ მეტი მტკიცებულება იმისა, რომ მაგალითად თვითონ მართლები არიან, არა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი არგუმენტი არ გაგაჩნია მოწინააღმდეგის პოზიციაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ დებატები წააგე. და მეორე, ის რომ შენ აი ამ გაყალბებული ფრაზის გარდა სხვა არგუმენტაცია არ გაქვს, მაგალითად ამ შემთხვევაში ავიღოთ იგივე მამუკამდინაძის დებატებთან დაკავშირებული საკითხი, იგივე ავიღოთ პოლიციელებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო და რეაქციაც შესაბამისი იყო სახელმწიფოსი და ეს მდინაძის შემთხვევაში გაყალბებული ფრაზა მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ გააყალბეს ფრაზა და ამ გაყალბებულ ფრაზაზე ცდილობდნენ, რომ ქულები დაეწერათ, არ გამოვიდა და ასევე არ გამოვიდა, რა თქმა უნდა, პოლიციელების მიერ ჩადენილი ეს გადაცდომა და დანაშაული, რომელზეც სახელმწიფოს ხისიერად ჰქონდა რეაგირება. როდესაც შენ როგორც ერთზე ისე მეორე. როგორც ერთს, დიახ, ორივე შემთხვევაში საუბარი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი აქ ეს არის, რომ შენ რეალური რამე ფაქტი იმისა, რომ შეეწინააღმდეგო არსებულ ან სახელმწიფო უწყებას, ხელისუფლებას არ გაგაჩნია და ტყუილზე აგებული
გაქვს მთელი შენი ნარატივი. ბენეფიტები აქვს მე ესეთ მცდელობებს ყველა ნახეთ როგორ არის მესმის. ყველა ესეთი მცდელობა არის მე მიჩუმატება. გეტყვით ახლა რომ ჩვენ ხო კარგად ვიცით ახლა ნაცმოძრაობა, მისი ფილიალები არაერთხელ გვითხოვს ჩვენ ამას ხალხის ძალა 2022 წლიდან წერილებით საჯაროდ და დოკუმენტები და მტკიცებულებებით საუბრობთ ხო და ეს გამართლდა რომ პირდაპირ იმართება ეს ხალხი უცხოეთიდან და სხვა შორის არც უცხოელები აღარ მალავენ ახლა იმას რომ დიახ მათი წარმომადგენლები არიან აქ ზოგიერთი ქვეყნის ელჩის ჩართულობით პირდაპირ და ამ ფინანსებლების წამახალისებლები ძალადობრივი აქციების და ასე შემდგომ. ამიტომ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრჯერ ნაცადი რევოლუციები ჩაუვარდათ, ძალიან ბევრჯერ მცდელობების შტურმის არ გამოუვიდათ. უკვე რა თქმა უნდა, ბევრი საყუდრები მიიღეს მათი პატრონებიდან. ეს ხო თქვენს კიდევაც. ნუ თუ არ ვწდები, ბოკუჩავა იყო, რომელმაც თქვა, თუ წითლიძე იყო, რომელმაც თქვა, რომ რატომ არ გამოგდისო არაფერიო, რაღაცას ეთყობა არ ვაკეთებთ კარგადო. პირდაპირ საჯარო თქვეს. ეთერში თქვეს პირდაპირ ეს აღნიშნავს რომ იქიდან უსაყვედურეს რომ ამდენი მილიონი დაგახარჯეთ ჩვენი ელჩები თქვენი ლიდერები გავხადეთ ლამის წინასაარჩევნოდ სახელმწიფოს ელჩებს აგზავნიდნენ ნაცმოძრაობის და მისი ფილიალების სასარგებლოდ და თქვენ კიდევ ვერაფერს ვერ აკეთებთ იქიდან სერიოზული წრეხა იქნებოდა დარწმუნებული იყავით და ეხლა თქვენ კითხვაზე პასუხი რომ მაინც რატომ ცდილობენ იგივეს მეც ვერ იგონებენ ამათ ხო სამშობლოს სიყვარული ესე არ გააჩნიათ რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე რამე ახალი მოიგონონ მათ რა აქვთ ეხლა მოდი აი თქვათ რა აქვთ მიზანი დღის წესრიგი აქვთ ის რომ ნებისმიერ ფასად აღიარეს კიდევაც რევოლუციას უკვე პირდაპირ ამბობენ რევოლუცია ნიშნავს რევოლუციასო რომ შეცვალონ ეროვნული ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ეს აქვთ მიზანი და ამ მიზანს ეხლა ვერ აღწევენ ისიც აღიარეს რომ არჩევნებითო ვერასოდეს ვერ შევცვლითო დღევანდელ ხელისუფლებასო და ისევ ძალადობაზე საუბრობენ და ესეც რომ არ გამოსდით აი აქ არის მე მთელი მათი პრობლემა იმიტომ რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან მე იმაში ვინ უფრო დაუმტკიცებს ვინ უფრო ძლიერია ამ ძალადობაში ვინ უფრო აგრესიულია მათ პატრონებს ხო და რომელ სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი ხო რა ცუდი არის როდესაც შენ აი ამ თემით მანიპულირებ დამნაშავე პოლიციელების кейსებზე მაქვს საუბარი მათ იმიჯისა და ღირსების შელახვით და აი ამ პროპაგანდით ცდილობ რომ ქვეყანაში 45,000 თუ 50,000-მდე პოლიციელი არსებობს მათი ღირსება შელახო. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვოთ იმას რომ ეს ხალხი არ ფიქრობს ამ განცხადებას მაგალითად რა მოყვება სამართალდამცავ სისტემაში, ძალოვან უწყებებში, შინაგანსაკუთრების სამინისტროში, პოლიციელებთან დაკავშირებით, მათ ოჯახებთან დაკავშირებით, ამაზე რო ფიქრობდნენ, ეს ხალხი იქ მდგარ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილს ხო არ ესროდა, ხებს ხო არ ესროდა. შეურაცხყოფას ხო არ მიეყენებდა, თან არა ერთსა და ორს, არამედ ათეულობით პოლიციელს. ხო? მათ ისეთ პოლიციელებს კიდე ხაზი გაუსვათ, რომლებიც დგანან. აი ჩვენ პირდაპირ ეთერში ხედავდით ამას. რომ დგას ეს პოლიციელები, აი ეს კორდონი აქვს და დგანან და ესენი თვითონ მიდიან და ესვრიან. ანუ ის ხელჩართული ბრძოლა კი არ არის, არამედ დგას ის პოლიციის რაღაცა რაზმი და ესენი მიდია პირიქით ჯერ გამოიწვევენ, ხან ცეცხლს ესვრიან, ხან ჯოხს, ანუ აი მათთვის ეს არ ნიშნავს არაფერს, პოლიციელია, მის უკან ოჯახია, მის უკან ღირსება, სახელმწიფო ეს მათთვის აფსად წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, იქიდან კი არ არის რაიმე ტიპის თქვათ პროპორციული ძალა ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ, გარკვეულ მომენტამდე და ის პოლიციელი რა თქმა უნდა მე ვალდებულიც არის რომ პროპორციული ძალა გამოიყენოს ძალადობრივი აქციის მონაწილის წინააღმდეგ. და როდესაც ჩვენ ქვებს ესვრი და მოლოტოვის კოქტეილს ესვრი, ამ შემთხვევაში ის ვალდებულიც არის რომ შესაბამისი პროპორციული ძალა დაიცვას, იმიტომ რომ მე დანარჩენი მოქალაქეების უფლებები დაიცვას. ამიტომ კიდე ჩირკს ცხებ, ამიტომ მე მთელ სისტემას ჩირკს ცხებ, ეს მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. ეს არის ძალა, რომელსაც რაც მალე დავასრულებთ სამართლებრივად, უკეთესი იქნება. სხვა შემთხვევაში, აი ესე ვიჯდებით და ყოველთვის ვიტყვით, რომ აი ნაცმოძრაობას მოთხოვთ მე სინდის, ნამუს, რატო აკეთებენ და ასე შემდგომ. ჩვენ ახლა რასაც უყურებთ, ბოლო პერიოდია და ჩვენთან გადაცემაშიც საუბრობთ, სულ ამაზე ვსაუბრობთ. პრინციპში ჩვენ ვუყურებთ ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობისა და მისი ფილიალების თვითლიკვიდაციას. საზოგადოება არის მოლოდინში, ხო, იმ საკონსტიტუციო სასამართლოს
განაჩენისა ჯერნო დაიწყოს იქ პროცესი, მას შემდეგ რაც თქვენი მონაწილეობით კომისია შედგა, დროებით საპარლამენტო კომისია, თუმცა ამ ქმედებებიდან გამომდინარე ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საკუთარ პოლიტიკურ ცხოვრების ხარაკირს ჩაიტარებენ ეს ადამიანები. თუნდაც რა შეიძლება ხა უწოდოს სხვა იმას, როდესაც სააკაშვილი გამოდის ციხიდან და პარტიის თავმჯდომარეობას თავაზობს ნანუკა ჟორჟოლიანს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ხარაკირი დიდი ხანია ჩაიტარა ნაცმოძრაობამ თავისი ფილიალებით, თუმცა რა თქმა უნდა გეთანხმებით იმაში, რომ მანამ სანამ სამართლებრივად იარსებებენ, ყოველთვის ექნებათ ასეთი ტიპის მცდელობები, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთში იჩხუბებენ ასევე მუდმივად და იჩხუბებენ მათ შორის სერიოზულად. ის ფაქტიც, რომ მათ შორის ხა ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა თუ ყოველ შემთხვევაში სურვილი გამოთქვა სააკაშვილმა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე, მეტყველებს ზუსტად იმაზე, რასაც ჩვენ საუბრობდით ხალხის ძალა ყოველთვის, რომ არასოდეს არ შეცვლილა და არ შეიცვლება ნაცმოძრაობის და მისი ფილიალების დღის წესრიგი, იმიტომ რომ პირდაპირ დამოკიდებული არიან უცხოურ ძალაზე. დღის წესრიგი კი არის შემდეგი, რაც იყო ნაცმოძრაობა ხელისუფლების დროს, მინიმუმ ან უარესი უნდა იყოს დღეს. ეს არის დღის წესრიგი მათი, თორემ აბა მაშინ ასე ვთქვათ, თუნდაც სახალისოდ გადავალოთ თვალი, თორე რა ჩვენი საქმეა, ნაცმოძრაობის თავმჯდომარეების ვთქვათ, დროთა ჟამს მელია, როცა გახდა თავმჯდომარე, თქვა, რომ რეფორმები უნდა ჩაავატარონ ნაცმოძრაობაში, ეს ის ნაცმოძრაობა აღარ იქნებაო, რაც იყო რაღაცა მახინჯური მიმართულებებითო და იმპიჩმენტი მოუწყვეს. მერე თავად ხაბეიშვილი მოვიდა თავმჯდომარედ და თქვა, რომ რა რეფორმები, ის რეფორმებიო, მეო შევარდებიო და ცხელით ამხედრებული გამოვიყვან დავიხსნე იქიდან სააკაშვილს, რომ არავინ რო არაფერს არ აკეთებდით აქამდეო და თვითონ მოუწია მერე ციხეში შესვლა. მერე მოიყვანეს ბოკუჩავა, თქვა, რომ საერთაშორისო რეიტინგი უნდა აუწიო პარტიასო და ეხლა უკვე იქიდან ალიანსიდანაც აგდება ევროპაში. ვითომ ალიანსიდან აი ალიანსიც მინდა ვისაუბროთ, აი მე რამდენი გაერთიანება ვნახეთ ხო უკვე თავზე დამხობილი და ჩამოშლილი ეს მორიგი ალიანსიც ისე ჩააბარეს წარსულს, რომ ფაქტობრივად ერთი ნორმალური შეხვედრა და ერთი საქმიანი ნორმალური და ლაპარაკი არ მოხდარა მათ წრეში და მათ საზოგადოებაში, ბრჭყალებში. თუ გახსენდებათ ოდესმე საქართველოში ესეთი უსუსური რადიკალური ოპოზიცია. საერთოდ ზოგადად საქართველოს უახლეს ისტორიაში, სამწუხაროდ ჩვენ არ აგვაქვს ისეთი მაგალითები, რომ საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია იყოს, საპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში, თორემ 2012 წელს რეალურად ქართული ოცნება არც იყო საპარლამენტო ოპოზიციაში, ჩამოყალიბდა როგორც პარტია, ჩამოყალიბდით როგორც პოლიტიკურ ჯერ საზოგადოებრივ მოძრაობა, შემდგომ როგორც პარტია და ასე მივიღეთ მონაწილეობა. მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია, როგორც ასეთი რო ძლიერი, ორიენტირებული სახელმწიფო ინტერესებზე ჯანსაღად გამკრიტიკებელი ხელისუფლების ესეთი ნაკლებია, მაგრამ ვფიქრობ, ეხლა უკვე ამ 35 წლის თავზე იმდენი გამოცდილება შეიძინა, როგორც პირველ რიგში საზოგადოება და მე პოლიტიკოსმა სპექტრმა ვფიქრობ, რომ ეხლა ნაცმოძრაობის ანტისახელმწიფოებრივი პარტიად გამოცხადების შემდგომ აუცილებლად ეს ველი შეიცვალა. თქვენ ამბობთ იმას, რომ ახლა დადგა დრო, როგორც არასდროს ისე ქვეყანაში სჭირდება კონსტრუქციული აუცილებლად, იმიტომ რომ ეს საჭიროა ზოგადად დემოკრატიული ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, როგორი ეროვნული არ უნდა იყოს ხელისუფლება. აუცილებლად ჯანსაღად ვინც აკრიტიკებს, ეს აუცილებელი არის. რატომ ხა იგეთქვით მარტივად. სულ რომ რაღაც რეალური თეორიულად დაუშვათ, ხო, იმიტომ გაჩერებული საათიც ორჯერ აჩვენებს სწორ დროს. და აი ამ გაჩერებულმა პარტიამ, ნაცმოძრაობამ, სულ შემთხვევით რაღაც სწორი თქვას, არავინ აღარ დაუჯერებს. იმდენად არის უკვე, ასე ვთქვათ, დაზიანებული თავიდან ბოლომდე. ამაზე, ანუ ოპოზიციად ვერავინ ვეღარ აღიქვამს ჯანსაღ ოპოზიციას. დაზიანებულია და რეკონსტრუქციას არ ექვემდებარა. არ ექვემდებარა რეკონსტრუქციას, ამიტომ არის საჭირო, რასაც ჩვენ ამბობთ, აუცილებლად ჯანსაღი ქართული ოპოზიციის შექმნა და აუცილებლად მოხდება ეს პარლამენტში უკვე ეს ხდება და ეხლა აუცილებლად მოხდება სამომავლო არჩევნებისთვის. თუმცა მათყავთ თავიანთი ევროპატრონები, ევროჩინოვნიკები, ევროპული ბიუროკრატია, ფსევდოლიბერალები, მოკლედ ძალიან დიდი
დიდია ჩამონათვალი მათი, რომელიც ქართულმა ხალხმა დაარქვა, მათი შემფითილებლები, რომლებიც ახლა ამ ვიზების შეჩერებით გვევაჭრებიან, ხო, ეს შეგვიძლია ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ თუ იგივე ევროპული ინსტიტუტებიდან, ევროპული კვლევითი ორგანიზაციებიდან ჩვენ გვესმის ძალიან ხმამაღალი შეფასებები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ, ადამიანის უფლებათა და ასე შემდეგ მიმართულებებით, რეიტინგები დარწმუნებულია, რომ ისინი ამას თვალსადევნებენ და კითხულობენ, თუმცა ხმამაღლა ამას არ აღიარებენ. რა ხდება ამ შემთხვევაში? რა მოლოდინები გაქვთ თუნდაც აი ამ ვიზების შეჩერების კუთხით? ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, არაერთხელ თავიდანვე ჯერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით 2022 წლიდან დაწყებული, რომ სავაჭრო საგნად გაიხადა ევრობიუროკრატიამ სამწუხაროდ ისეთი მექანიზმები, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში წესით, ამ შემთხვევაში მაგალითად ხელისუფლების ცვლილებებთან და ზოგადად არჩევნებთან თუ რა გემოვნება ექნება პოლიტიკური, მათ შორის ქართულ საზოგადოებას. იმიტომ რომ კანდიდატის სტატუსი ამ შემთხვევაში ჩვენ არასწორად და უსამართლოდ არ მოგცეს თავის დროზე 2022-ში, როცა მისცეს მოლდოვას და უკრაინას და ეს გამოჩნდა აი ყოველწლიური და ყოველთვიური გამოქვეყნებული რეიტინგებით, როდესაც საქართველოს მუდმივად არის წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ეხლაც ალაპარაკდნენ მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში შეყვანას დაკავშირებით და თან აანონსებენ, რომ მაგაზე გეტყვით კი, ცალიფეხით უნდა შემოვიდნენ, ეგ არის. 15 წელიწადში ან იქნება ევროკავშირი. 15 წელიწადში ოღონდ ისიც ცალიფეხით უნდა შემოვიდნენ, ანუ ვეტოს უფლების გარეშე, რაღაცა სათათბირო ხმის უფლებით, რაღაც ორი თითი უნდა აწიონ, რომ რამე საერთოდ სიტყვა თქვან იქ და ასე ისიც შეიძლებაო, ანუ რეალურად სუვერენიტეტი ჩაგვაბარეთო. ანუ გირაოში ჩავიდებთ თქვენ სუვერენიტეტსო და ისიც თუ მოხდაო და ამ შემთხვევაში შეიძლება დაგაკვირდეთო, ანუ რეალურად არაფრის მთქმელი, რას თქვა თავის დროზე თვალსები გიორგი ბურჯანაძემ, რომ ცალფეხზე უნდა დავდგეთ თუ მოგთხოვენო, აი იგივე გაიმეორე მარტაკოსმა ზუსტად დაამტკიცა ეს რეალურად, რომ ცალფეხზე დადგებით, ან შეიძლება საერთოდ დაგაჯინოთ, სუვერენიტეტი ჩაგვაბარეთ და მე შეიძლება მიგიღოთ და მე გადავხედავთ დანარჩენს. აი რეალურად ეგ იყო, ეგ შინაარსი იყო ამ განცხადებაში. და ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს ვაჭრობის საგნად იმიტომ იყო ჯერ კანდიდატის სტატუსი, ახლა ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც 2017 წელს ჩვენ მივიღეთ დამსახურებულად. არავის არ უთქვამს იქ, რომ ამას თქვენ ავანსად გაძლევთ თუ მომავალში მაგალითად ომს გამოუცხადებთ რუსეთს, LGBT პროპაგანდას გაავრცელებთ, სუვერენიტეტს ჩაგვაბარებთ და რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ. ესეთ რა არავის არ ვერც გვეტყოდნენ, იმიტომ რომ იქ სულ სხვა ტექნიკური მონაცემები იყო საჭირო, რომელიც დავაკმაყოფილეთ. მაგრამ დღეს რო შენ ამას პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ხდი, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ შენ სულ სხვა განზრახვები გაქვს. მაგრამ მადლობა ღმერთს, ქართული საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხვდება და ქართული სუვერენიტეტი, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობა ვერაფერზე ვერ გაიყიდება. ბევრჯერ ვთქვით და გავიმეორებ. თუ საქართველოში სუვერენიტეტი პრაქტიკულად აღარ გექნა, თუ აქ ომი დაგაწყებინეს, თუ აქ ანტიქართული ხელისუფლება დაგისვეს, თუ აქ LGBT პროპაგანდა გაგივრცელეს და შენ რეალურად სახელმწიფო აღარ იყავი და აღარავინ არაფერს აღარ შეგეკითხა, ასეთი ტიპის კოლონიის მოქალაქე ხა, ვიზიტივლის თუ ვიზის გარეშე იმ ევროპის ქვეყნებში აი რა მნიშვნელობა აქვს და ასევე გავიმეორებ. ჩვენი წინაპრები, როდესაც საუბრობთ, რომ ყოველთვის ცდილობდნენ ევროპასთან კავშირის, ევროკავშირი სულ არ იყო მაშინ. მაშინ იყო ევროპული ღირებულებები და სულხან-საბა ორბელიანი ჩადიოდა არა იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ჩაგაბარებთ, ოღონდ გვაღიარეთ, რომ თქვენი წევრი ვართ თუ პირიქით, საქართველოს დამოუკიდებლობა იქნებ რამენაირად შეგვანარჩუნებინოთ და ევროპული ღირებულების ხალხი ვართ და თქვენს ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ევროპული ღირებულების ხალხი ხართო. ამაზე იყო იქ საუბარი, რომ პატივი გვეცით როგორც დამოუკიდებელ ერთსო და არა ისე, რომ სუვერენიტეტი ჩაგაბარებთო. აი ეს არის განსხვავება, რომ ვითომ ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ რაღაცა ვითომ ვინმე ხა ევროპულ არჩევანს უარყოფს და ასე შემდეგ. ევროპული არჩევანი სულ სხვაა, ევროკავშირი დღევანდელი სულ სხვა, რომელიც რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ შეიქმნა. გასაგებია, ალბათ ყველაზე მეტად ბრიუსელის და ამ ჩინოვნიკების გაღიზიანება
და ეს ავე განცხადებები სწორედ არა მარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოებამაც დაანახა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის სუვერენიტეტი და მის გარშემო არსებული ის ყველა ღირებულება, რომელიც ერთ დროს ასევე როგორც თქვენ ბრძანეთ, ევროპაში პირველ ადგილზე იდგა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ. დაგვეთანხმება ჩვენი ტელემაყურებელი. მადლობას გადაგიხდით გურამ მაჭარაშვილი სტუმრობდა დღეს პოლიტიკურ პოსტს საქართველოს პარლამენტის წევრი, ის ხალხის ძალას წარმოადგენს. შევხვდებით ხვალ გადაცემაში პოლიტიკური პოსტი ნახვამდის. მადლობა რომ გიყურებთ. მადლობა.